2008 წლის აგვისტოში გივით არგამაძემ რუს სამხედროებს $50,000 შესთავაზა, რათა სტალინის ძეგლი აეფეთქებინათ. მაშინ კონტაქტები არაოფიციალური იყო და ფულით რუსებისგან რაღაცეების გამოსყიდვა შეიძლებოდა. გადავწყვიტეთ ფულის სანაცვლოდ სტალინის ძეგლისგან გავთავისუფლებულიყავით. მათ ხომ გორი დაბომბეს, სტალინს კი ხელი არ ახლეს. ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა რუსულ გამოცემა კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რატომ გადაწყვიტეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომის მიმდინარეობისას რუს სამხედროებთან გარიგება. ვანო მერაბიშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გივით არგამაძის შეთავაზებამ რუსი ჯარისკაცები შეურაცხყო. ისინი მზად იყვნენ ფული აეღოთ, თუმცა არა სტალინის ძეგლის აფეთქებაში. 2008 წლის აგვისტოში გორი მართლაც რამდენჯერმე დაიბომბა. მათ შორის აფეთქებები მოხდა მოედანზე, სადაც სტალინის ძეგლი დგას. მაშინ აფეთქებას ჰოლანდიელი ოპერატორის სიცოცხლე შეეწირა. ხელისუფლება ღიად აღიარებს, თუ ვინ და როგორ აწარმოებდა მოლაპარაკებებს დიდი ფულის შეთავაზებით საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, საკუთარ ქალაქში, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად აფეთქებების ორგანიზების თაობაზე. ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე დღეს ოპოზიცია ბრიფინგებს ერთმანეთის მიყოლებით მართავდა და შინაგან საქმეთა მინისტრის საუბრის სხვადასხვა ფრაგმენტებს პასუხობდა. ჯერ უნდა მოვიფიქროთ, რა ტიპის პოლიტიკური რეაქცია უნდა მიეცეს ამას, მაგრამ არ შეიძლებოდა რომ მე დღესვე ამ წუთში არ მეთქვა ის, რომ ეს უკვე წინასწარ ერთი რამე არის ნათელი, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს. ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო. თუ შემდეგი პრეზიდენტი იქნება ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი, მაგალითად ირაკლი ალასანია, შენარჩუნდება თუ არა რეფორმების კურსი. ალასანია პრეზიდენტი ვერ გახდება, მას შანსი არ აქვს. ალასანია ეს არის შევარდნაძის რევანშისტი. ალასანიას პარტიის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ეს შეფასება უკომენტაროდ დატოვეს. სამაგიეროდ ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს სხვა ფრაგმენტებზე გაამახვილეს ყურადღება. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ ჩეჩნეთის თემატიკაზე და მათთან თანამშრომლობაზე, როდესაც იგი აცხადებს, რომ ომი არ დამთავრებულა და გრძელდება, ეს ძალიან სახიფათოა ვფიქრობ. რაც შეეხება ევროპული თანამეგობრობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებაც, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩემის აზრით და პლუს ამას, როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით ყურადღებას და აქცენტებს იგი აკეთებს, როგორც მოქმედ პრეზიდენტთან, ასევე უკრაინაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით. ინტერვიუს გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ინტერვიუს ის ნაწილები, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემატიკას ეხება, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უარყოფს, რომ ინტერვიუს სხვა ნაწილები არც გივით არგამაძის მოლაპარაკება რუს სამხედროებთან და არც მინისტრის ინტერვიუს ის ფრაგმენტი, სადაც ვანო მერაბიშვილი ბაგრატიონების ქორწინებას, რომელიც პატრიარქის ინიციატივით იყო ცნობილი, რუსეთის პროექტს უწოდებს. ჯერ იყო გიორგაძე, შემდეგ ებრალიძე, ნოღაიდელი, ახლა ბურჯანაძე. საქართველოზე პასუხისმგებლად გახადეს პრიმაკოვი, რის შემდეგაც შეიქმნა პროექტი ბაგრატიონების ქორწინება. დედოფალი ქმარსაც გაყარეს და რა გამოვიდა? პროექტი ჩავარდა ქორწინებასთან ერთად. საიდან იღებენ ამას ყველაფერს და როგორ იღებენ და რანაირად მოძით ასეთი აზრები. თავის ძროზე ამაში ძალიან დიდი როლი, მათ შეუღლებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა საპატრიარქომ თვითონ უწმინდესმა, რასაც ყველა მიესალმა, რა თქმა უნდა და მაგრამ ახლა შიგნით მე რა მოხდა არავინ არის, გაცინდნენ. ინტერვიუში გამახვილებულ ფაქტებზე ოპოზიცია რეაგირებას საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს თხოვს. ეს არ არის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი ინტერვიუ რუსულ გამოცემასთან. ვანო მერაბიშვილის წინა ინტერვიუ 29 მარტით თარიღდება. მაშინ გაზეთში დაბეჭდილი მერაბიშვილის ერთ-ერთი ფრაზა ასე ჟღერს: საჭიროების შემთხვევაში კანონზე გადაბიჯება მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.